ավելի უფრო დიდი ბოროტება, ძალადობა, რომელსაც ადამიანი ჩადის თავისი ნებით და თავისუფალი არჩევანის შედეგად, თუ სიკეთე, რომლის ჩადენასაც მას სახელმწიფო სისტემა აიძულებს. ეს არის მთავარი კითხვა, რომელიც ისმის იმ წიგნში, რომელზეც დღეს მინდა რომ სიტყვით მოგიყვეთ, ეს არის ენტონი ბერჯესის მექანიკური პორტოხალი. და რაზეა წიგნი? წიგნი არის 15 წლის სკოლის მოსწავლეზე, მოზარდზე, რომელსაც ქვია ალექსი და შემთხვევითი არ არის ის სახელიც, რომელიც თავის ძმაბიჭებთან, მეგობრებთან ერთად ლონდონის ღამის ქუჩებში დახეტიალობს და ჩადიან ისინი ენით გაუგონარ აუღწერელ სისასტიკეს და ძალადობას. როგორც არის ოჯახებში შევარდნა, ქუჩაში მოხუცი ადამიანის ცემა, ძარცვა, ქალზე ძალადობა და ასე შემდეგ. და აი მორიგი ძალადობრივი ოპერაციის შემდეგ მას აპატიმრებს სახელმწიფო. და სახელმწიფო სისტემა გადაწყვიტავს, რომ 15 წლის ალექსი ბოროტი ადამიანიდან აქციონ ერთგვარ კეთილ ადამიანად, ანუ გამოიყვანონ რაღაცა ახალი ადამიანი. და მას უტარებენ, ითანხმებენ ლუდოვიკოს ექსპერიმენტის ჩატარებაზე, რომლის შემდეგაც მას პირდებიან გათავისუფლებას და ალექსიც თანხმდება ამ ექსპერიმენტზე და ლუდოვიკოს ექსპერიმენტი მდგომარეობს რაში, რომ მას სპეციალურ მოწყობილობებს უმაგრებენ სახეზე, რითაც აყურებინებენ, მას არ შეუძლია თვალის დახამხამება, ისე აყურებინებენ დიდ ეკრანზე ძალადობის ამსახველ სცენებს, რითაც სახელმწიფო სისტემა თვლის, რომ ამის ყურების შედეგად ალექს შეზიზღდება და შეძულდება ძალადობრივი ქმედებები და ამით რაღაც თვალსაჩინო ის გაკეთილშობილდება და გახდება უსაფრთხო ადამიანი საზოგადოებისთვის და ამით მოახდენენ მის ერთგვარ რესოციალიზაციას და სამოქალაქო სექტორში დაბრუნებას. და სწორედ ასეც ხდება საბოლოო ჯამში, ალექს შეძულდება ბოროტება, რომლის ჩადენისგანაც ის არასდროს პრინციპში თავს არ იკავებდა და წარშეუხელად ჩადიოდა გაუგონარ სისასტიკეს, მხოლოდ ერთადერთი ნათელი წერტილი, რომელიც ალექსის სულში, ასე ვთქვათ, იყო, ეს იყო მისი სიყვარული კლასიკური მუსიკის მიმართ. და სწორედ აი ამ კლასიკური მუსიკის ფონზე აყურებინებენ ძალადობის ამსახველ სცენებს მას და მას გარდა იმისა, რომ შეძულდება ერთ ადამიანზე ძალადობა, მას აძულებენ ხელოვნებისადმი სიყვარულსაც კი. ანუ სახელმწიფო სისტემა მასში კლავს გარდა ძალადობის მიმართ მიდრეკილებას, ასევე მასში კლავს სიყვარულს ხელოვნების მიმართ და მუსიკის მიმართ. მას განსაკუთრებით უყვარს ბეთჰოვენის მე-9 სიმფონია. და ალექსი გამოდის ერთგვარი რაღაც თვალსაჩინო სტერილური ადამიანი კოლონიიდან და ის ცდილობს რაღაც თვალსაჩინო მოახდინოს საკუთარი თავის ხელახლა რეინტეგრაცია საზოგადოებაში. თუმცა ის ხვდება, რომ სრულად დაცლილია რაღაც თვალსაჩინო გამოფიტულია იმ სტიმულებისგან და იმ ემოციებისგან, რომელიც ცოცხალ ადამიანს ახასიათებს. ის არის ერთგვარად სახელმწიფო სისტემის მხრიდან გადაქცეული მექანიკურ არსებად, რომელიც სხვა არაფერია თუ არა რობოტი და ყველაფერია გარდა იმისა, რასაც ქვია ადამიანი. ეს არის წიგნი იმაზე, თუ როგორ შეიძლება სახელმწიფო სისტემამ იძულებით ადამიანი, ბოროტი ადამიანიც კი, მიუხედავად იმისა, რომ ადამიანი როდესაც ჩადის ძალადობას, ბუნებრივია ეს ბოროტებაა და მწერალი ხაზს უსვამს იმას, რომ არ ხდება რაღაც თვალსაჩინო წახალისება ადამიანების ბოროტების და ძალადობის მიმართ, უბრალოდ მწერალი ხაზს უსვამს იმას, რომ მიუხედავად ამისა, თუ ადამიანში სახელმწიფო სისტემა კლავს არჩევანის თავისუფლებას, გაცილებით დიდი ბოროტებაა, ვიდრე ის, რომ ადამიანს თავისი ნებით შეუძლია ჩაიდინოს ძალადობა და სისასტიკე. და ერთ-ერთი ფრაზა, რომელიც ამ წიგნში არის და შეიძლება ითქვას, რომ რაღაც თვალსაჩინო აღწერს წერლის ავტორის მთავარ სათქმელს ამ წიგნში, არის შემდეგი, რომელიც მონიშნულიც კი მაქვს. განა რასურს ღმერთს ჩვენგან, ბრმად და იძულებით კეთილნი ვიყოთ თუ შეგნებულად ვარჩიოთ კეთილი ბოროტს. იქნებ ვინც შეგნებულად ირჩევს ბოროტების დაკლაკნილ ბილიკს, რაღაცით მაინც უფრო ახლოა ღმერთთან, ვიდრე ის, ვისაც სიკეთის სწორგზას იძულებით გაუყენებენ. ანუ ავტორი ამ წიგნით ამბობს იმას, რომ სიკეთე არ არის ის, როდესაც მის ჩადენას შენ გაიძულებენ და თუ ის შენი თავისუფალი არჩევანის შედეგი არ არის.
სიკეთე არის ის, როდესაც შენ თავად ირჩევ და თავად ხარ უფლებამოსილი გადაწყვიტო ჩაიდენო თუ არა ბოროტება. და უფრო დიდი ბოროტება და გაცილებით დიდი ბოროტება შეიძლება ითქვას, როდესაც ადამიანს უსპობენ თავისუფალი არჩევანის შესაძლებლობას და მას აქცევენ ერთგვარ სულმოკლულ და რობოტ, მექანიკურ არსებად. სწორედ ამიტომაც ქვია ამ წიგნს მექანიკური ფორთოხალი. ეს არის წიგნი იმაზე, თუ როგორ შეიძლება სახელმწიფო სისტემამ ჩაკლას ადამიანში ინდივიდუალიზმი და სული და ჩაკლას ხელოვნების მიმართ სიყვარულიც კი. და შეგნებულად არის დაპირისპირებული სწორედ ბოროტი ადამიანი სისტემასთან მწერლის აზრით, იმიტომ რომ ამით ხაზი გაუსვას სწორედ იმას, რომ ბოროტ ადამიანთან შედარებითაც კი სახელმწიფო სისტემა გაცილებით უფრო მეტი ბოროტების მანქანაა. ეს არის წიგნი, რომლის საკითხვასაც ყველა ადამიანს ურჩევ, ვისაც ჯერ კიდევ აქვს იმის ილუზია და იმედი, რომ სახელმწიფო სისტემა შეიძლება ადამიანების მიმართ რაიმე კეთილშობილური განზრახვები ახასიათებდეს. ეს ასე არ არის ამ წიგნში, ეს წიგნი ამაში ნამდვილად დაგარწმუნებთ და ნამდვილად ისიამოვნებთ ამ წიგნის წაკითხვით. და ასევე არის ფილმი შესანიშნავი ამ წიგნზე გადაღებული სტენლი კუბრიკის მიერ, რომლის ნახვასაც გირჩევთ, რომელიც დღემდე შეიძლება არის დავა იმაზე, რომ რომელი ჯობია წიგნი თუ ფილმი, იმიტომ რომ იმდენად კონგენიალური ფილმია და ისეთი შესანიშნავი რეჟისურაა, რომ ბევრს მართლა შეიძლება ერჩივნოს ფილმი ამ წიგნს. თუმცა წიგნს აქვს ერთი პლუსი ფილმთან შედარებით, რაც უნდა კარგი ფილმი იყოს, წიგნის მთავარი კოზირი შეიძლება ითქვას არის ის, რომ ის აღძრავს ადამიანში წარმოსახვის უნარს და თქვენ იმ პერსონაჟებს წარმოიდგენთ, თქვენი ალექს წარმოიდგენთ, რომელიც თქვენ თვითონ თავად გსურთ და თქვენი ფანტაზიის ნაყოფი იქნება და არა ის, რომელიც რეჟისორმა შემოგთავაზეთ. ამიტომ არის წიგნის საკითხვა გაცილებით მნიშვნელოვანი და ბუნებრივია ფილმის ნახვასაც ყველას ურჩევ თუ ამის სურვილი ექნება.